დილამშვიდობის, როგორ ხართ, გოგოებო, ჩემო სიხარულებო. ესე იგი, ჩემი თმები ძალიან გამოსწორდა. არ ვიცი ეს მარტო ფენის ბრალი თუ არის. მე მგონი D ვიტამინს რო სვამ მაგის ბრალია, უფრო. ძალიან სხვანაირია, გოგოებო, არ ვიცი, აი ნახეთ. აი, ჯერ ხო თითქოს გამოჯამრთელდა, გამოჯანსაღდა. და თან კიდე ის არის, თითქოს გასქილდა თუ რა არის, არ ვიცი. რაღაც ესე მეჩვენება. ხო და მიხარია რა. ძალიან. სხვანაირია, ანუ უფრო თითქოს ის არის პრიალა გახდა და მორჩილი ყოველთვის იყო, მაგრამ აი რა ვიცი, ის ხარისხი. თითქოს ცოტა პროსკელა. ვნახოთ, აბა ჯერ თან D ვიტამინს ხო ვსვამ და ცოტა მარჯერე რა დალეული. იმ ბოთს რო ჩავამთავრებ, მოვიტანო ერთი. ალბათ უკეთესი შედეგი იქნება, უფრო, რა თქმა უნდა. ექიმმა მითხრა, რომ ის არისო რა. ანუ ყველაფერზე ძალიან მოქმედებს ამისი დეფიციტი. თმაზეც, კანზეც და ყველაფერზე და ძალიან აუცილებელიაო და მე არასოდეს არ დამილებია, არასოდეს. D ვიტამინი არასოდეს, გოგოებო. არის უფრო ძვირიანები. ძალიან ძვირიანებიც არის. არ ვიცი, უფრო მეტი ხანი რჩება ორგანიზმში თუ რა ხდება, არ ვიცი, მაგრამ აი 100 ლარიანებიც არის, 100 ლარი ტოყის. და ამაზე მითხრა, რომ არ არის ეს ძვირიანი, მაგრამ კარგია. შედეგი გექნება. და ცოტა ხანი და ეხლა დათბება კიდევაც და ზაფხულში, რა ვიცი, თან მე მზის დამცავს ხო სულ ხმარო ყოველი დღე. მაგის გარეშე, ანუ მკვებავის მაგივრად ხმარობ მე მაგას. არც გარეთ არ გავდივარ და სახლშიც მისვია. დილიდან ვავდგები, მე აუცილებლად ეგ უნდა წავისვა და. მერე იმდენად ვეღარ იღებ, ხო, D ვიტამინს, როცა სახიზეც ისმე. დილის მზე არის ძალიან კარგი. კიდე კარგი, რომ ჩვენ ფანჯრებში შემოდის თან მზე. უდგება ჩვენ ფანჯრებს, აქედან არა იქიდან. მაგრამ აუცილებლად, რა ვიცი, რატო არავინ არ დამინიშნა არასოდეს. მე კიდე ჩემით წამლების დალევა ძალიან არ მიყვარს. ამ თმას კიდე ყოველთვის ხო იცით, რომ ვამბობდი ხოლმე, რომ თხელი თმა მაქვს. თუმცა ეხლა ისეთი არა, უფრო თხელი თმებიც აქვს და მე ძალიან მიყვარს ჩემი თმა, როგორიც არის. ზოგს დედაჩემს სქელი აქვს და სულ მეუბნება, რომ მეტად თხელი თმა მქონდესო შვილო. ხო, მაგრამ ეს თუ მიშველიდა და ჩემი თმა უფრო გამოჯანსაღდებოდა და გრამაზდებოდა, თმაც არა, მარტო კანიც და ყველაფრისთვის არის ძალიან კარგი. რატო არავინ არ დამინიშნა, მე ეს მივიდივარ ხოლმე იმაზე, რა ქვია. 6 თვეში ერთხელ კვლევაზე. აი, ეხლა ჩემთვის ექიმმა დამინიშნა. პირველად ჩემს ცხოვრებაში D ვიტამინი არასოდეს არ დამილევია მე. ხო. კაი, ალბათ ესე იყო, რა ვიცი, საჭირო. მე ბოლოს მაგას ვიტყვი ხოლმე.
ეს არის უბრალოდ რომ მიაშვერო. თორემ მე მომისმენია რომ როცა სვავ მარტო მაშინ აგდის, მე ისე დაბლა ჩამოდის. დ-ვიტამინი თუ გაქვს ნაკლებობა, ალბათ მიდრეკილება თუ გაქვს. მაგის ჩამოდის დაბლა იწება. დეფიციტის კეთილ გაქვს, თუ აქვს ორგანის მიდრეკილება შეიძლება ზოგს. აღარ ხო? ალბათ გავაკეთე რა. და ისე უნდა შეუწყო ხელი გარეთ უნდა გავხვიდე მზეზე უნდა ავიც. სულ ხო ვერ დალევ მთელი ცხოვრება. ანუ შეუწყეთლივად ვერ დალევ ახლა ამას და სხვანაირად უნდა ხელი შეწყობა მაგას. ჩაუწიე ცოტა ტელეფონი. აუ YouTube-ს რაღაცა დაემატა გოგოებო დღეს რომ შევედი. უპასუხეთ სწრაფათო. ესე დამიწერა და ანუ როგორ იყო იცი, მოკლე ტექსტური შეტყობინება თვითონვე აქვს გამზადებული პატარა. აი მაგალითად გავგზავნე რამდენიმე. უკვე აკრეფილი არის ტექსტი. როგორც ჩანს თვითონვე თარგმნის კომენტარს და გიწერს გამზადებულ პასუხს. დააწვევი და გაგზავნი. ანუ მარტო უნდა თითი დააჭირო. გულებიც იყო დასმული. არ ვიცი, ძალიან ის არის რა, კაია ძალიან და ვიდეო პასუხიც დაემატა და ეგეც. რამდენიმე მე მოკლე ტექსტური შეტყობინება გავუგზავნე. დავაწექი და გავგზავნე. ერთმა რუსმა გოგომ მომწერა და ესე ეწერა დიდი მადლობა ჩვენ რუს ქალბატონს. მე მგონი ესეთი რაღაცა და გული წითელი. და მაიო დავაწექი და გაიგზავნა. ანუ თვითონვე დამხვდა აკრეფილი. ორ კომენტარზე დამხვდა აკრეფილი. ეს შეტყობინებები. ასევე დაემატა ვიდეო პასუხები. ალბათ სურათიც ხო? სურათი რომ გადაიღო და ჩასვა. კაია. კაია სიახლეები. ადამიანების სიახლეებისკენ ვართ მიდრეკილი. ყოველ დღე ვსიამოვნებს და შენ საქმეში როცა არის ეს ყველაფერი და გაძლევს ამის საშუალებას პროგრამა ძალიან კარგია. გამეხარდა ძალიან. ხო, დროსაც ზოგავთ, ძალიან მაგრა. ამას აღარ უნდა აკრეფვა, ხო? ზოგჯერ თუ მოგეწონება რა თქმა უნდა, ეხლა მისი დაწერილი. ვარა და დაამატე. თუც არაფერს არ დაგიწერენ. ძალიან მიყვარს YouTube-ი, რა გავაკეთო. შეყვარებული ვარ ძალიან. რა კარგია, პირველის ნახევარზე სოყავას. აბარა სიტყვით. ხო, ცოტა გამისქელა თითქოს თმა. თუ რაღაცა სხვანაირი, არ ვიცი ჩემი თმა. ძალიან კაია. თან როგორ ჩამომეზარდა? ჩამომეზარდა თან. უფრო სწორად მე მაგ ალღოვანი თმა რა და რო არ ვისწორებდი ხომი არა ჩანდა თორე გძელი მქონდა ხომე ისედაც ძალიან მოკლედ არასოდეს არ ვიჭრი მე თმას. მქონია როდის მე კარე რაც YouTube-ი დავიწყე, არა ხო? იცი როგორ მიხდება კარე? მქონია. ერთხელ მქონდა ხო?
არ მახსოვს, ხეთის თავში ხო არა მქონდა შეჭრილი კარი. არ მახსოვს, გამახსენეთ გოგოებო თუ გახსოვთ თქვენ. ნახეთ, სუნაგებმა რა დატოვეს, ესეც გადაუმალე. 3 გადაუმალე და 2 დარჩა. მათე, მარმელადი ხო არ გინდა? მარმელადი გინდა? მარმელადი. კამფეტი 2 ცალი მაქვს, გუშინ რო ვიყიდე. 1 შენ, 1 მე. მოდი ფერი აირჩიე თუ გინდა. ფერი აირჩიე მოდი თუ გინდა. 1 მე დამიტოვე. აბა როგორ შეუძლია დედას არ შეუძლია ფერი. შენ გარეშე რო ჭამოს. ამას ქვის ვაყრე ხოლმე დაბლა. ქვილზე მომწერეს როგორი ჭიქითო და აუ ეგ დავწერე მაგდენი მეზარება რომ დავწერო კიდე რა ჩემი ფუნთუშების რეცეპტი გოგოებო. ერთ-ერთ ვიდეოში დავწერე და აპინული მაქვს. ყველაფერი მაქვს დაწვრილებით დაწერილი. გუშინაც ცომის რეცეპტი გითხარით და ჭიქა ჩვეულებრივი 200 გრამიანი ჭიქა. რავი მე ესეთი ჭიქები მაქვს ახლა და აი ესეთი 200 გრამიანია ესეც. ხო და როგორი ჭიქაც გაქვთ, რა ვიცი 200 გრამიანი უნდა იყოს. ეგეთი ჭიქით. იმიტომ მომწონს რომ არის ძალიან ის არაფერია. აი არაფერი არ უნდა რა. არაფერი. ძალიან იაფი გამოდის და უგემრიელესია. ორი კვერცხი, ერთი წომში, ერთი თავზე. ისეთი მასალები უნდა ყველას რო გვაქვს სახში. ეგეთი. და არის უგემრიელესი. პირველ დღესაც, მეორე დღესაც. რბილი, ფუმფურა, ეს ჩემი მაშინ ვერ ვაკეთებ თან, ცოცხალი ფაქტიურად, ცოცხალი ვაშლე ესე გამოდის, ცოტას მოვშუშავ ხოლმე. და რავი რა ძალიან კაია. იმ დღეს არა მქონდა გამომცხვარი და მოგვინდა. ვიყიდე იფქლში. გადავყარეთ. გადავყარეთ. ვერ შეჭამეს. ეს კიდე 2 ცალი გადასცა. თოთხმეტი გამოდის. 3 ჭიქა ფქვილით. თოთხმეტი გუნდა. გამოდაფხულდეს და სამზარეულო უნდა დავიწყო. აუცილებლად სამზარეულოს გაკეთება. მოთბება თუ არა. გოგოებო, ეგრევე უნდა დავიწყო ამის გაკეთება. სულ აქ ვართ ჩვენ. და ძალიან მინდა რომ ეს იყოს ძალიან ლამაზად. უნდა გავაკეთო და პოლზე ვფიქრობ ლამინატს.
არ მინდა პოლის აყრა და იმის დაგება, რა ქვია, ფილის. შეიძლება არის უფრო ლამაზი ფილა, მაგრამ ლამინატიც ლამაზია რატო? წყალგამძლეები ხო არის და ეგეთი მინდა. მაგრამ ჩემი ჯანმრთელობა ყველაფერს მისჩევნია. ძალიან თბილია რა, დაბლიდანაც ხვატბობს ის გოგო და აი ახლა რო გავიხალო ფეხზე და მათე ხო ესე ფეხშელაც დადის ხოლმე. ესე რო დავდგე, არის ძალიან თბილი. და ამაზე რო ზევიდან გადავაგო მე ლამინატი, უფრო თბილი გახდება. ძალიან აციებს ფირა ძალიან აციებს ქარს. ფეხიდან თუ შეგცვიდა კიდე ეგ არის ძალიან ცუდი. ამიტომ აქ მე დავაგებ ლამინატს გოგოებო. აქ კი არა, მთლიან სახში. ამ პოლს არ ავყრით. ზევდა გადავაგებთ მთლიანად ლამინატს. გია თქვა რომ ეხლა აქ მაგალითად სულ არის მყარი, აი რო დავდივანახეთ. აი სულ ოდნავ შეიძლება ეგეც იმის ხმა აქ, რა ქვია. ეს უსმები რო არის, მაგის ხმა არის. აი პატარათი. ხო და გამაგრდებაო, გია თქვა. არ არის პრობლემა. ხო და ის რა ქვია. ეგრე დაეგება ლამინატი ზემოთ. ჯერ გამაგრდება პოლი მე. მთლიანად დავაგებ აი რაღაცა ამფერი რავი გოში ვქონდა რა. ხისფერი რა, მუქი არ მინდა, ხისფერი ლამინატი. პარკეტისფერი. ისეთი ლამაზად უნდა მოვაწყო. აქ მაგიდა მინდოდა და გადავიფიქრე. სხვანაირად მინდა ეხლა. მაგიდა ოთხკუთხედი რო არის ხელი მეწყობა რა. პატარაა, მაგრამ ოთხკუთხედი როა კაია. აქ პატარა მაგიდა რო დავდგა, გოგოებო. აქ მაინც ჩვენ არ გვეყოფა ეს. ვერ დავეტევით. ოთხნი. ვერ დავეტევით გამართულად რო ჭამოთ საჭმელი. პატარა არის. ჩემა გოგო, მაიკომ თუ მიყურებ მოგიკითხავ ჩემო სიხარულო რა? მაიკოს მოვიკითხავ დიდი სიყვარულით იმ დღესაც მომწერა კომენტარებში, პირაჩიც მომწერა ადრე და სურათები გამომიგზავნა თავისი სახლისა. ზუსტად ესეთი პროექტი აქვს. თავიდან ოჯანაო გული არ გაიტეხო, სულ გასაკეთებელი ვიყიდეო. მე უბრალოდ შევარემოტეო რა, ჩვენ ეგეც ვერ მოვახერხეთ, იცით რატო? არა მეგონა ესე რომ გაიწელებოდა გოგოებო და განარ შეიძლებოდა მაგის გაკეთება უბრალოდ რომ ეხა ესენი აკროსპალიერი გამეკრა. შეიძლებოდა, მაგრამ თითქოს აი უფრო კარგად გინდა ბარემ რა და იმიტომ შემორჩით. მერე კიდე ხომ აიწვალე ჩამოყარო შპალიერი, ეგეც ადვილი კი არ არის შპალიერების ჩამოხსნა იქით. მელანიკამ ჩამოხსენით იქით შპალიერები, დედა ხელები ფჩხილები დამემტვრა. ფჩხილები მქონდა დამტვრეული, ესე იგი მიხორცებულიყო ზედიზედ ჰქონდათ 1-10 შპალიერი გაკრული
წითელი, ყვითელი, მწვანე, ნარინჯისფერი ცისარტყელა იყო რა და ესე იგი დავიტანჯეთ მე და ბავშვი, დავიტანჯეთ ძლივს ჩამოხსენით. აქ ყველა ოთახში ეგრე იყო რა. მათე მილიონჯერ დამიძახა და შემოწყვეტინა ვიდეო. ხო და ისა რა ქვია. მაგას ვამბობ რა გოგოებო, რომ ის არის გამომიგზავნა მაიკომ თავისი ისა რა ქვია, როგორც გააკეთა რა, თავისი სამზარეულო. ძალიან ლამაზად აქვს. ძალიან ესეთი. მაგას კი აქვს აქ მაგიდა პატარა თავისი სკამებით, მაგრამ მე მაგიდა იქით მინდა იმ ოთახში, იმიტომ რომ იქ მინდა ხოლმე რა ვახშამი და აქ ცოტა სხვანაირად მინდა. რო გავაკეთებთ, ვნახოთ, მერე გაჩვენებთ. აქ ცოტა სხვანაირად მინდა. გაკეთებ. ხო, ერთი სიტყვით რა ვიცი რა გეგმები მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება, მიხარია ყოველი დღე, მთავარია ჯანმრთელობას მივხედოთ. მთავარი არის ეგ და ეხლა კიდე ერთ საქმესაც ვარ შემდგარი მე. მაგასაც მივიყვან ბოლომდე და მერე თავიდან ბოლომდე მოგიყვებით ყველაფერს. გოგოებო, ხო იცით რომ მიარგი, მაგრამ უბრალოდ რა არის იცით, რაღაცას რომ ვიტყვი ხოლმე, ხო? მერე რაღაცნაირად თითქოს ის ნახევარი შინაგანი მოტივაცია კეთებისა გეცლება რა და ეხლა რასაც გიყვებით ამაზე არა მაქვს ლაპარაკი, ეს ისეთი რაღაცაა, რასაც ეხლა გულისხმობ იმ წუთში, რომ ის ძალიან მემეხება და არ მინდა რომ ისა რა ქვია მოტივაცია რაღაც დამეკარგოს. წლებია ამას ვერ ვახერხებდი, ვერავბედავდი და თან ცოტა ისა მქონდა რა ქვია შიშის მომენტები, თან ცოტა რაღაცა რა ვიცი რა ერთი სიტყვით რა კაი მოსაყოლი ამბავია და უნდა მოგიყვეთ და თქვენც მოგცემთ მაგ მოტივაციას, ნუ ვისაც გჭირდებათ ეს ვინც მიიღებთ აუცილებლად გეტყვით ყველაფერს და 2025 წელი სულ ვეფერები ყოველ დღე, იმიტომ რომ 2024-ით სიყვარულით გავაცილე ძალიან კაი რაღაცეები მოხდა ჩემ ცხოვრებაში. ბოლოს მამაჩემი გადარჩა, დედაჩემი კარგად არის, თუმცა ორივეს პრობლემები ჰქონდათ და ორივენი კარგად არიან დღეს. მადლობა უფალს ამ ყველაფრისთვის და ეს არის რა ქვია. და 2025 კიდე ცოტა სხვანაირად დაიწყო ჩემთან რა. არ ვიცი. ისინი მოვაგვარე უკვე. რაც შემეძლო კი არა, ყველაფერი გავაკეთე რა. ყველაფერი ბოლომდე გამოვიწურე. ვიღაცებს გაუკვირდა, ჯერ იქ რო გადავედი ხო, მაგის თავისა და მქონდა ვშლიდი კომენტარებს. ბუღმებით არისნენ ვიღაცები. ჩემ სახლში წავედი, შენ სახლში ხო არ წავედი არა. ჩემ სახლშია, ჩემი სახლია ეგ. ჩემიც არის და ჩემი ძმისაც და ყველასი ხო, მე იქ გავიზარდე და ისაო რა ქვია, რაღაცები დაიწყეს დებილობების წერა რა და დედაჩემი მირეკავს ახლა. დაურეკავთ და ხანში. ხო, და მაგ ყველაფრის პასუხისთავი სადამ მქონდა საერთოდ რა. ყველაფერი გავაკეთე აბსოლუტურად რაც შემეძლო. ჩემი მშობლებისთვის და მადლობა უფალს რომ დამიფასდა ეგ ყველაფერი. კარგად არიან ახლა. მაგრამ ახლა 2025 დავიწყეთ როგორ ჩემ თავს უნდა მივხედო. ძალიან ჩემ თავს უნდა მივხედო ჯანმრთელობის მხრივ ყველანაირად რა. იცით რატო?
მე თუ კარგად ვიქნები, მე კარგად არ ყოფილიყავ ჩემ მშობლებს, მე ვერაფერს ვერ გავუკეთებდი. ხო ეგრეა. და ანუ ეხლაც ესია რა, მე ვჭირდები ჩემ შვილებს, ძალიან ჩემ ქმარს, ჩემ მშობლებს, ჩემ ძმას. ეს არის ყველაზე ვიწრო ისა ჩემთვის რა ოჯახი პირველ რიგში არის ჩემთვის რავი მთავარი და მე რა თქმა უნდა ვჭირდები ჩემი დაშვილებსაც, დეიდაშვილებსაც, დეიდებსაც და ყველას ჩვენ ძალიან დიდი სანათესა უყვავს, აი ძალიან დიდი. აქეთ მამის მხრიდან ყავს მებიძაშვილები ძალიან კარგები და დედის მხრიდანაც კიდე დეიდაშვილები და რა ვიცი რა. მინდა იქაც რო წავიდე, ნახოთ საფხუში თუ მოვახეთ ხერო წავიდე, კაი იქნება. ხო და ესე ჩემო სიხარულებო 2025 წელი არის მოვეფეროთ ამ წელს, მოვეფეროთ ყოველ დღეს, მოვეფეროთ მზეს, რო ამოვა, მადლობა ვუთხრათ და რავი რა, ყველაფრად ღირს ეს. უბრალოდ ეს არის რა, თვალებს რო გაახეთ საკმარისი იმისთვის, რომ ბედნიერი იყოს ადამიანი, გოგოებო რა, იმიტომ რომ სიცოცხლე არის მთავარი. და მერე ჩვენი გონება, როგორ წარმართავთ ახლა ჩვენ ცხოვრებას, რას უფრო პირველ ადგილზე დავაყენებთ და რას მეორეს და რას მესამეზე და რას ბოლო ადგილას, არა? ეგ უკვე ჩვენზე არის დამოკიდებული, როგორ ვიცხოვრებთ და რამდენად მერე ვიქნებით წარმატებულები ან წარუმატებლები, ხო? ეს უკვე ჩვენ აი ამაზე არის დამოკიდებული. ეხლა შენ თუ ისა ვალებში ჩაიგდებ და უშვათ თავს და რავი ამითი შენ თავსაც დაიზიანებ ნერვიულობით მერე და ანუ გარშემო მერე ყველაზეც გადადის ეს შენი ნერვიულობა, ეს უკვე შენი ბრალია, ხო? ეს ჩვენი ბრალი იქნება. რავი, იმიტომ მოგცა ღმერთმა გონება, რომ ძალიან ისეთი თან. მადლობა უთხრათ ჩვენთვისაც, ყველაფრისთვის. ყველაფრისთვის. უნიკალურები რო ვართ. რა რობოტები იმ დღეს ვლაპარაკობდით მე და გია, რომელი რობოტი შეგვეძრება ახლა ჩვენ. ღმერთმა დაიფაროს, რომელიმე შეგვედაროს. ვერასოდეს ვერ მოვლენ ჩვენამდე. ვერასოდეს. ხო და მადლობა ღმერთს, რომ შეგვქმნა ესეთები ძალიან ძვირფასები, ძალიან უნიკალურები, მოგცა ტვინი, რომლითაც ვმოქმედებთ და გამოვიყენოთ ეს ყველაფერი სიკეთისთვის, სიკეთის კეთებისთვის, სიხარულისთვის. ფული შოვნისთვის იმდენი უნდა გქონდეს, რომ ანუ უმშიგერი არ იყო. ადრე მოვუსმინე, სადღაც თუნიკა მითხრა, გარეთ ქვეყნის ფულიაო რა, წადი დაიშოვეო. რავი, აი საქმეებისთვის გამოვიყენოთ ჩვენი უნიკალური სხეული. ყველაფერი. ყველაფერი ხელებიდან მოყოლებული. წავედი ახლა მე. წავედი გოგოებო, როგორ ავქაქანდები ხოლმე, ხო? მიყვარხართ ძალიან. გისურვებთ ყველას წარმატებულ დღეს. ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი გამოვა, ყველაფერი გაკეთდება. ვისაც როგორ გვინდა ისე ვიცხოვროთ, ვისაც რამ სიმაღლეზე გვინდა იმ სიმაღლეზე ვიცხოვროთ, ვისაც სადაც მოგწონს იქ ვიცხოვროთ. ერთმანეთის საქმეში თუ არ არის ჩვენი საქმე, ჩავყოფთ იქ ცხვირს. ხო, რო გადავედი იქ აუცილებელი იყო და იმიტომ გადავედი, ხო, სოფელში. სხვათა შორის არ მეხალისებოდა, მაგრამ მომიჩნე იქ გადასვლა, აი ძალიან
აუცილებელი იყო სამსახური დავტოვე, სახლი დავტოვე, ყველაფერი და წავედი და ვიღაცები მიწერენ, რომ ის რა ქვია, აქ უკეთესი პირობები გაქვს და იმიტომ წამოხვიდი და ეს რაღაცა სისულელეებს, ღმერთო ჩემ. ჩემი სახლია, მინდა იქ ვიქნები, მინდა აქ ვიქნები, სადაც მინდა იქ ვიცხოვრებ. ეგ არავის საქმე არ არის, საერთოდ. და მით უმეტეს სხვა ისო გაქვს რა, სხვა საქმისთვის რო წახვედი და ხალისით კი არა და მოგდის ესეთი რაღაცა სისულელე კომენტარები, რა ძალიან ძნელია რა. მაგათ ეხლა დრო დაუთმე, პასუხი გაეცი და ეს რა ქვია, ჩამოუყალიბე. და მარტო YouTube-ში კი არა, ეს ხდება ის რა ქვია, ყველგან რა, ისედაც ხდება, ესეთი ცხვირის ჩამყოფები და ჩამრევები არსებობა. აი ეს ძალიან ცუდი არის. მე აქ გადმოვედი და დავბრუნდი და ამ ყველაფერს ვიგებ, კაცო, ჩემი ცხოვრებაა და ვიგებ და ეს ჩემი საქმე არის, ჩემი სამსახური არის და ახლა ის რა ქვია, აქ რაც ჩამოხვედიო. გაკოცეთ, წავედი, დროებით გაკაცე.